ყალიდან აჭარაში იმ ოჯახების გასახლება დაიწყება, რომლებიც არჩევნების შემდეგ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე თვითნებურად დასახლდნენ. გადაწყვეტილება ამის შესახებ აჭარის მთავრობამ უკვე მიიღო. სამთავრობო კომისიაში ამბობენ, რომ 3000-დან დახმარებას რეალურად 30-მდე ოჯახი საჭიროებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ბორჯღალი გამოსახლების დაწყებამდე თვითნებურად შესახლებული ოჯახების ინდივიდუალურ შესწავლას მოითხოვს. მოსახლეობის ნაწილი ფართის სიმბოლურ ფასად დაკანონებას, ნაწილი კი იაპკრედიტს ითხოვს. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი ხელვაჩაურიდან. 86 წლის ემინე შაინიძე ხულოს რაიონიდან დაბა ხელვაჩაურში 6 თვის წინ ჩავიდა. მრავალშვილიანმა დედამ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე ფიცრული აიშენა და მთავრობას მის დაკანონებას თხოვს. ოჯახში ვარ 6 სული. სახლი ძველი სახლი მაქვს. სახურავი არ აქვს. გარეთ წვიმ სახლში წვიმსაც ჩამოვედი და ცხოვრობ ჯერჯერობით, რა ვიცი მე რა იქნება. და რა ვიცი, გთხოვთ გაგვითვალისწინოთ. მამა პაპისეულ ოჯახს გამოეყო ჯუმბერნინიძეს. ამბობს, რომ სოფელში მიწის ნაკვეთი არ ქონია. 3 წელია შვილი სავარძელსაა მიჯაჭვული და ყოველდღიურად ძვირადღირებული მედიკამენტები ესაჭიროება. ოჯახი ნაქირავებინიდან სახელმწიფოს კუთვნილ ფარჩე თვითნებურად შესახლდა. ბავშვი ავად მყავს, შუქი არ მაქვს, აკუმულატორზე შუქს ვაკეთებ და ისე იმარხები. ექიმებმა მითხრეს, რომ არ იცოცხლებს ბავშვიო. და შემოსული ვარ, რომ რაღაცა დახმარება გამიწიონა. მთავრობამ ბინით, ხულოდან, შუახევიდან, ქედიდან და ქობულეთიდან ჩამოსახლებულთა რაოდენობა 3000 აღწევს. მათი ნაწილი მიწის დაკანონებას სიმბოლურ ფასად ერთლარად ითხოვს. ნაწილის მოთხოვნა კი იაფი კრედიტის გამოყოფაა. ჩვენ არ ვითხოვთ შეუძლებას, ჩვენ არ ვითხოვთ რომ სახელმწიფომ ეს გვაჩუქოს და სახელმწიფო ამას ჩვენ ხვდებით რომ ვერ აჩუქებს 3000 კაცს ამ წუთას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით გასახლება თვითნებურად დაკავებული ფართებიდან ხვალ დაიწყება. არჩილ ხაბაძე ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათ რეკომენდაციებსაც გაეცნო. ხდება ეტაპობრივად იმ მასალების წარდგენა, იმ განცხადებების შემომტანების საფასუხოდ, ვისაც აქვს არ ეკუთვნის ასე ვთქვათ საცხოვრებელი, ახალი საცხოვრებელი და სახელმწიფო არ არის ვალდებული აუნაზღაუროს იმათვისაც აქვს სხვა ქონება ან საცხოვრებელი სახლი, იმ ინფორმაციას წარუდგენთ, გავცემთ პასუხს. 3000-მდე ოჯახის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი ფარდის უკანონო დაკავების თითოეული ფაქტის ინდივიდუალურ შესწავლას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია ბორჯღალის აღმასრულებელი დირექტორი. 1 აპრილიდან ვფიქრობთ, რომ გამოსახლების პროცესი არ უნდა დაიწყოს და ზოგადად გამოსახლების პროცესი ვერ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება აღნიშნულ ობიექტებზე მცხოვრები ოჯახების ინდივიდუალური შესწავლა. აჭარის მთავრობა ოჯახებს, ვისაც საცხოვრებელი სახლები უკანონოდ აქვთ დაკავებული, ფართების დატოვებისკენ მოუწოდებს.